საჯარო უწყებები ეტაპობრივად მართვის ელექტრონულ სისტემაზე გადადის. რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტების მსგავსად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინიციატივა ხელვაჩაურის გამგეობამაც დანერგა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, სოფლის გამგეობაში ინტერნეტის არარსებობის გამო სიახლე გამგებლის წარმომადგენლებისთვის კიდევ რამდენიმე თვე ვერ იმუშავებს. როგორ აპირებს პრობლემის გადაჭრას ხელმძღვანელობა? სულხან მესხიძე მუშაობდა თემაზე. ერთიან ელექტრონულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით ზია ჩახვაძემ შესაბამისი გადამზადების კურსი გაიარა, თუმცა გამგებლის წარმომადგენელი ორთაბათუმის თემში საქმის წარმოებას ელექტრონული სისტემით ვერ ახორციელებს. მიზეზი სოფელში ინტერნეტის არარსებობაა. მსგავსი პრობლემის წინაშე 37-მდე სოფელი დგას. ჩახვაძე ამბობს, რომ კიდევ რამდენიმე თვე დოკუმენტაციის შედგენისას ისევ ფურცელს გამოიყენებს. პრობლემები ერთი თემის არ არის, მთლიანად ყველა თემში უნდა გადაწყდეს. ამდენად ალბათ გადაწყვეტენ დაახლოებით თვენახევრის პერიოდში და ყველა თემში ერთნაირად ჩაერთვება. საბუთს, რომელსაც ჭირდებოდა დაახლოებით 2 კვირა, დღეს ელექტრონულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით დაჭირდება 2 დღე და ვთვლი, რომ უკეთესია. სოფლებისაგან განსხვავებით ელექტრონულ სისტემაზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა მესამე დღეა რაც გადავიდა. აქ აცხადებენ, რომ პროგრამას მოხელეები მეტნაკლებად ფლობენ, თუმცა სისტემის ეფექტურობა გამგეობის ყველა რგოლის ჩართვის შემთხვევაში იქნება შესამჩნევი. ელექტრონული სისტემების წარმოებაზე გადასვლა იქნება ძალიან ეფექტური, იმიტომ რომ უფრო გაამარტივებს საქმის წარმოებას. იქნება უფრო სწრაფი, ვიდრე იყო აქამდე. ინტერნეტი უფრო კარგად უნდა იყოს გაუმჯობესებული და თუ ჩაერთვებიან თქვა წარმომადგენლები, უკვე შემდეგ იქნება ერთიანი ბაზა და უფრო ეფექტური იქნება. ელექტრონულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით აუცილებელ ხარჯებს გამგეობა ამ დრომდე ითვლის. სოფლის გამგეობებთან ინტერნეტის მიყვანისთვის შესაბამისი თანხების გამოყოფა ბიუჯეტის ცვლილების დროს უნდა მოხდეს. გამგებლის მოადგილე ამბობს, რომ ახალ სისტემაზე გადასვლა ქაღალდის გამოყენებას 70%-ით შეამცირებს. ამასთან მინდია ბასილაძის თქმით, ელექტრონული საქმის წარმოება გამგეობის საქმიანობას უფრო ეფექტურს გახდის. მუშა პროცესში ვართ, ეტაპობრივად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის გამართვა, იგივე ინტერნეტის თვალსაზრისით, იგივე კომპიუტერული ტექნიკის თვალსაზრისით. ზოგადად რაც შეეხება წარმომადგენლებს, წარმომადგენლების სამუშაო ადგილებზე თვითონ სადაც არიან ისინი წარმოდგენილები მოხდება იგივე ინტერნეტის გაყვანა, იგივე ინვენტარის შეძენა. მანამდე ისევ წარმომადგენლები ძველი პრინციპით იმუშავებენ, ისევ მოუწევთ საქმის ფურცელზე კეთება. საჯარო უწყებების ელექტრონულ სისტემაზე გადასვლა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინიციატივას უკავშირდება.